ნიკო ნერგაძე და ანა კოშაძე არიან დღევანდელი თამაშის მაძიებლები. ნერვიულობ მე. მე აღარ ვნერვიულობ, მე ხელი მაქვს ჩაქნეული ჩემ თავზე. ცად? მე არ გიყურებთ. ანა პურსასმენები. მე რატო გავიკეთე პურსასმენები? გვაქვს პასუხი? არავითარი პასუხი არ გვაქვს. მიხარია. ვისი რიცხვიც უფრო ახლოს იქნება სწორ პასუხთან, ის მიიღებს 1000. ჯერ კითხვა. შეიძლება დავეხმარო ერთად. კი, ვიმშელოთ, რა პრობლემა არის? ვაი, მე სიმღერა მთავრდება. ან მეც მორჩი ლაპარაკს. შვიდობა და სოლიდარობა YouTube მაყურებელს, გამარჯობა, როგორ ახართ? ჩვენც არა გვიშავრა. წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გადაცემა, რომელსაც ქვია მაძიებელი და რომელშიც საქართველოს ისტორიას ვიძიებთ. გამარჯობა, კეთილ ხალხო. გამარჯობა. ნიკო ნერგაძე და ანა კოშაძე არიან დღევანდელი თამაშის მაძიებლები. ისე გიოცნებიათ, ოდესმე გიფიქრიათ დეტექტივობაზე, იმიტომ რომ ყველა ბავშვი რაღაცა ოცნებობს ხოლმე. დეტექტივობაზე არა, მაგრამ ეზოში ვთხრიდით ხოლმე. ძალიან ბევრს ერთი პერიოდი მე და ეს არქეოლოგობაზე ალბათ კანს შეწევდი. იპოვეთ რამე? ვერ არა. მე ჩემი ერთ-ერთი პირველი სიყვარული წიგნის ეს იყო Sherlock Holmes-ის წიგნი ყველას. ჩვენ ხელებს რო ხოდათ რო გადაშლის წიგნი სისხლიანით სანაბეჭდები რო იყო და კი როგორ არ მაქვს. და კი, იმიტომ რომ მეც მახსოვს Sherlock-ი პირველად რო წავიკითხე, მე დავდიოდი ხალხს ვაკვირდებოდი, მაი სული რატომ აქვს ესეთი და რაღაცა ლოგიკას ვცდილობდი. დღეს აიგეთი ამბავი მოგვიწევს რა, რომ რაღაცა ლოგიკები დავამუშავოთ. ცოტა ნერვიულობ მე. მე აღარ ვნერვიულობ, მე ხელი მაქვს ჩაქნეული ჩემ თავზე, ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერი ისეთი არ იქნება. ნერვიულობ. ერთ-ერთი გეტყვით, რომ პირველი 3 დოსიე ეხება ადამიანს, შემდეგი 3 საქმე ეხება მოვლენას და შემდეგ 6 ვერდიქტი გვექნება 6 ფაქტი ისტორიიდან, იქ რიცხვი უბრალოდ ვერ გეცოდინებათ პასუხი, უბრალოდ უნდა მიუახლოვოთ თქვენი რიცხვები პასუხს. სულ ეგ არის პრინციპში. სანამ დავიწყებთ თამაშს, ვიტყვი რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არის ძალიან კაი ხალხი, ვინც გვეხმარება რომ მაძიებელი და განსაკუთრებით მაძიებლის მეორე სეზონი შედგეს და ჩამოყალიბდეს. ამიტომ მადლობას გადავუხდი ბიბლუს, მადლობას გადავუხდი ჩვენს მეგობარს PSP-ს, მადლობა Click Productions, რომელიც იღებს ამ შოუს და მადლობა Heima Productions, რომელმაც ახალი მუსიკალური შეფუთვა გავგეკეთა მაძიებლის მეორე სეზონისთვის სპეციალურად და ძალიან დეტექტიურად ჟღერს ჩვენი ფონი. მეგობრებო, თქვენ კი გეტყვით რომ თუ ფინალში გახვალთ და მიიღებთ MetaQuest 3-ს, რომელიც აგერ იქ არის წარმოდგენილი. ვინც გავა ძალიან გაეხარდება. დამარცხებულები ყველანი მიიღებენ PSP-დან საჩუქრებს და ამიტომ ხალხსარიელი არავინ წახვალთ ჩვენი შოუდან. ჩვენი. მონეტა უნდა ავაგდო. რომ გადავწყვიტოთ უბრალოდ თავიდან ვინ დაიწყებს ფიქსა და მსჯელობას. ანა ერთიანი თუ გერბი? იყოს გერბი. გერბი. ერთიანზე არ ხარ წინააღმდეგ. არა, მე ალჩუს თქმას ვაპირებდი, მე გამხსნა რომ არ ვიცი ალჩუ რომელი მაგით. ალჩუ მე მგონი უბრალოდ რომ დაჯდება კოჭი ეგ არის, არა? ერთიანი. ანუ მე ვიწყებ. ნიკო იწყებს. აბა. ნიკო იწყებს და პირველი დოსიეს პირველი მინიშნება არის ტექსტი, ამიტომ ჯერ არ გამოვახრიგინებ ჩემს მინიშნებებს და სამხილებს და პირდაპირ ტექსტს წაკითხავთ. თუ კი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს, კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა. შესძელ ალაგმო შენში გურმანი, გაავებული როგორც სატანა. შიმშილის განცდა მწვავე აფრიად, ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის, გვამში გეღვრება ვით ცხელი ტყვია, თავს დასტრიალებს სიკვდილის ცელი. გასმენები? არ მეცნობა ლექსი, არ ვიცი რა არის, როგორც ხვდები არ არის მოწოდება. ისეთი ცნობილი ლექსი რო არის მოწოდება, რომ შენს თავში გურმანი ალაგმო, ანუ ჭამის სურვილი დაჯაბნო, რომ შიმშილს გაუძლო, რთულია, მაგრამ ხანდახან საჭიროა. ამას ტყუილ ლაპარაკობ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს და ეს დროში რომ რაღაცას ვინმესკენ არ მიყავ მაგას. იცი, არ შეიძლება არის მიზღვნილი ვინმეს თვის, ვინც ბოლოს სიღარიბეში ან შიმშილში ან სპეციალურად შიმშილობდა ან ასე შემდეგ, მაგრამ ამ ცუთას ნამდვილად თავ შევიკავებ, იქნება მე რაღაცა უფრო მოწვიოს. ოკეი. მე მგონი სწორი გადაწყვეტილება სტრატეგიულად რაღაცა. ხო, არა, კი, რა თქმა უნდა, ისეთი ცუდი გასარისკი.
მაშინ ყურსასმენები ახლა შენ გაიკეთე და ახლა მანის ფიქრის დროა. შეიძლება გაგიმეორო, ერთად? ხო? ხო, არ ვიცი ვისი ლექსია, მაგრამ ალბათ ხო, რაღაც არ არის ეგეთი ცნობილი ლექსი, რომ ამაში იცოდე. დავუკვირდა. სიტყვების და შინაარს დავუკვირდა. აჰა. თუ კი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს, კიდევაც შეძელ ტანჯვის ატანა. შეძელ ალაგმო შენში გურმანი გაავებული როგორც სატანა. შიმშილის განცდა მწვავე აფრიად, ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის, გვამში გეღურება ვით ცხელი ტყვია, თავს დასტრიალებს სიკვდილის ცელი. არ მაქვს აბა. არანაირი ვერსია. შეგიძლია მიგჯელო იფიქრო. ხო. ძალიან მიჭირს მსჯელობაც, იმიტომ რომ ვერ ხვდები საითმიდის ვისკენ ნუ პრინციპში ლექსიდან რა გამომდინარეობს. თუმცა ჰუმანურობაზე ხო? ამ ქვეყნის სიამეების აკრძალვა ცოტა სადღაც ეგაც არის, ხო, ნუ განსაკუთრებით ჭამაზე. ხო. კაი, მოდი, არ ვიცი. კაი, ხო. შენც თავ შეიკავ. კაი, ვერსიაც არა. მაშინ მეორე მინიშნება, მეორე მინიშნებაზე გადავდივართ. არ ქონდა ხო შენს თუ ახლოს მიხვედი და ცდუნება ხო არ ქონდა. ვერ მივეც. სად არის ავი მეც. გივიშიოდა. ჯელობაც გამიჭირდა. აბა, აჰა, აქედან უნდა. ოპ. მოვიტანო. სად? მე არ გიყურებთ. შემდეგი მინიშნება. გამსახურდია მოიცე ჩუმად კაც. არა, გამსახურდეს ხელნიკოცი ცნობდა რამე, მაგრამ არა, დანარჩენებს ვიცანით გახალარი. მაინც. კაი. ანუ არ ვიცი. ანა ყურსასმენები? მავიწყდა. ხო. მე რატო გავიკეთე ყურსასმენები? შენ მე აბსოლუტურად არ უნდა კონცენტრაციაში თუ არ გეხმარება? კონცენტრაციაში არ მეხმარება, ესე იგი. სამივე დიდი ფიგურა საქართველოს ისტორიაში. სხვადასხვა კუთხით, ხო, გურამ დოჩანაშვილი, გელო ჩარკვიანი, ზვიად გამსახურდია. ვახ. პირველ ჯერზე კაი არო სამივე ვიცანით, მაგრამ ნუ ანუ ეხლა არის ეს არ მეცნო რა, მაგრამ იმის იქით არ ვიცი ერთ ცნობილი შვილი, მეორეს ცნობილი მამა რა. ვა. ანუ რაღაც უცნაური იმეებით. წერა სამივეს ეხერხებოდა, თუმცა მართალია. მწერალი შეიძლება ერთ ერთხმა დიდი მწერალი სხვადასხვა დოზით, მაგრამ ხო. სხვადასხვა დოზით, ზოგადად ნათარგმნი აქვს. კი, ნაწერიც ხო, გელასაც არის. გელოსაც არაერთი წიგნი აქვს დაწერილი სხვადასხვა სათაურით ავტობიოგრაფიები, ერთმანეთზე უფრო საინტერესო და ისტორიების მქონე. მაგრამ პირველ მინიშნებასაც რო დაუბრუნდეთ, რომელსაც კი უსმენდი ტექსტს, მაგრამ ბოლო ყველა სიტყვა მახსოვს თქო არა, მაგრამ მახსოვს რომ მოწოდება იყო, რომ უნდა გაძლო რაღაც ერთი ვფიქრობ მე რა კოსტავა, იმიტომ მაგრამ ნუ რატო რახან ზვიადი დავინახე, იმიტომ მერაბი და რახან ციხე და ის აქვს გადასახლება გამოვლილი, შეიძლება მაგიტომ არა, მაინც ვერ ხედავ რომ აქ პირდაპირ ეგ იყოს. ამიტომ ხო ჯერჯერობით დრო მე მგონი გავიდა, რაღაც ცოტა წინ წავიწიეთ, მაგრამ არ დავაფიქსირებ არა. არა მასუხი ამიტომ არ დავაფიქსირებ. აი, ანასკენ გადმოვიდა ისევ, აბა, არ თქვენი წამოიძახე რაღაცა და მაგრამ ნუ ეხლა ზვიადის ცნობას რა უნდა და ხო. დანარჩენები თუ იცანი? კი, გურამ დოჩანაშვილი გამსახურდია, ვინ არის? ვიცანი. ჩარკვიანი. არა. რომელი? ჯანსუღი კი არა და არა. დაქვია. არა, მე ვერ გეტყვი. ვერ მეტყვი, კაი. მაგრამ ლექსთან რა კავშირშია? აი, ლექსის შინაარსიც თუ გახსოვს? ლექსის შინაარსი. გურამ დოჩანაშვილი, ნუ კარგი ადამიანია სავარაუდოდ ვინც არის. ისე მაგ კამპანიაში ვერ მოხდებოდა, ხო? ხო. ნუ ლექსის შინაარსიდან გამომდინარეც. შეიძლება. რაიმე ვერსიისკენ თუ არ წახვედი. აი, გამსახურდიასთან ერთად ყოველთვის კოსტავა მახსენდება. თან ლექსის შინაარსიც ხო, მე ვერაფერს ვერ გეტყვი.
დანარჩენ ორს რით შეიძლება უკავშირდებოდეს. მოდი ვიტყვი რა, იმას უყურე ჯანელას ეპიზოდს და ისე კარგად გარისკა იქ ანანო. ხო, 6 მეზე იყოს მერაბ კოსტა. აფიქსირებ. ვაფიქსირებ, ხო. თან შემდეგ მინიშნებაზე მე რა უეჭველი. რა ნიკო გამოიწ. რამეს მიხდება? ოკეი. ნება შენია. ნიკო? მოიხსნა? რა ვქენის? ან აღმოჩნდა რისკიანი ადამიანი. გამოიცნა. აღარ ჯერ არ ვამბობ გამოიცნა თუ არა, მაგრამ ვერსია დააფიქსირე. ვერსია რა იყო რა თქმა. ვერსია მერაბ დააფიქსირე. კოსტავა. ხო. რომელიც ჩვენც აღნიშნე და ეს სწორი პასუხია, მინდა გითხრა, კი, ეს არის კლასელები აი ფიქრობ მე კლასელები თქომელი კი და მეგობრები იყვნენ და მოკლედ, ნუ ბუნებრივია ზვიადზე რაღაცა მერაბ კოსტავა ისე გახსენებოდა და ცნობილი წყვილი, მაგრამ გელას და დოჩანასაც ეგაკავშირებდათ სწორედ. იცი რა არაფერი, ჩემი ბრალია, მე თქვა რა ვთქვი, აგერ თქვა ადამიანმა. შეგეძლო გაგერისკას სრულიად იცი რა თავისუფლად. გამახსენდა, ვიღაცის სტატუსი ო, იყო სასაცილო. გავრცელებული Facebook-ზე. ჩვენ კარგი კლასი გვერქვაო და თურმე. გულან კლასელები. დასაბუთეა მე და მუსიკას უსმენდი, მახსენდებოდა, მე მეთქი ახლა აი რაღაცა ის მოკლედ რა. არაფერი. ეს იყო შემდეგი მინიშნება, მოზარდი კოსტავა, არ ვიცი იცნობდით თუ არა, მაგრამ თუ კარგად არა, ვერ თვალებში ჩახედა მე. გახსენდება. თვალებში ჩახედე და მე იცნობ ეს რაღაცა ის. ხო. და ბოლო მინიშნებასაც გაჩვენებთ, მაინც ბოლო მინიშნება არის მემორიალი ბორითთან, სადაც დაიღუპა მერაბ კოსტავა. იქ არის ზვიად გამსახურდია წარწერა, უკდავ საქმისთვის ჯვარწევნებული სასუფეველში შეხვალ იცოდე აი ესეთი მემორიალი. პირველი იყო მერაბის ლექსი, ხო? მერაბის ლექსია და ეგრეც ვიფიქრე მე მერაბი რომ შიმშილობდა ამავდროულად და ამას თავის თავს მიმართავდა, ანუ ის ფაქტობრივად. კი არ მოუწოდებდა, რაღაცა ის იყო, რომ ცოტა გაუძელი და აფირმაციას იმიტომ იყო ეგეთი ის იყო, რომ ეგეთი ამბავია. 3:0 ანა გაიჭრა წინ პირველი რაუნდის შემდეგ, ვიტყვი რომ წინ კიდე 5 რაუნდი გვაქვს. წინ კიდე 5 რაუნდი გვაქვს და ცოტა თავდაჯერება. ხო, არ მოსაჭირო იყო. მეც თან ის ყო რა ხან ვახსენე, ამიტომ ძალიან ისე არ გძნობ, რომ რაღაც პირველი თქვი რა მე. ანუ ნახეთ ეგ ის მოიხსენით უკვე რომ რაღაცა ადამიანი თქვი. მაგას ვერ მოვიხსნი ვერ. ერთი ვერსია მაინც ხო ახსენაო იტყვიან ესე და. ხო, ეგ არის, მართალია. მერაბ კოსტავაზე ვნახოთ ვიდეო რგოლი. სახელი მერაბ კოსტავა, დაბადების თარიღი 1939 წლის 26 მაისი. როლი ისტორიაში: საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი. მოღვაწეობა: 1953 წელს ზვიად გამსახურდიასთან ერთად არსებს არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია გორგასლიანს. დისიდენტური საქმიანობის გამო საბჭოთა ციხეებში ატარებს 10 წელს. აქედან 13 თვე შიმშილობს. 1978 წელს წარადგენენ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. 1985 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აღიარებს სინდისის პატიმრად. იღწვის დაეწირება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ფრაზა: უნდა გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში. გავაგრძელოთ მაძიებელი 3:0 ანგარიში და მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ. ამჯერად ანა დაიწყებს თამაშს, ასე ვთქვათ, პირველი მსჯელობა ანას იქნება. დანანა. პირველი მინიშნება, მეგობრებო, პირველი სამთხილი. ავა. ვასებია? ხო. ყურსასმენები. ოკეი. შეგიძლია გითხრა რა არის? Pink Floyd-ი მანი, მაგრამ ხო ადამიანებზე არ მახსოვს რომელია. თუ სავარაუდოდ მელოდია. ადამიანი უნდა გამოვიცნოთ და საქართველოს. ხო. რაღაცნაირად უკავშირდება მაგ შემთხვევაში. ასოციაციურად თუ სხვანაირად უკვე შენი იქნება ან ხა. კაი, არ ვიცი. არ გინდათ ყველა. არა, ხო. კაი. მაშინ აბა. არა, ხო? იმიტომ რომ მეც სანამ მსჯელობდა ვფიქრობდი ნახე ბევრი არაფერი პასუხს არ დავდებ, მაგრამ გარეკანი არის Dark Side of the Moon, ანუ ცალკე სინგლი მანი რო არის გამოტანილი, მიგვანიშნებს, რომ არა პრიზმაზე წავიდეთ ან რაღაცა, არამედ სწორედ ფული არის ხაზგასმული. დაგიმალავრო სწორი მსჯელობა. ვფიქრობდი რომ რაღაც შეიძლება არის ვინმე
ბანკის მესვეური ან რომელიმე შეიძლება ბანკნოტაზე არის გამოსახული, ბანკნოტზე არის გამოსახული ქართველი. ნუ სიმღერა გახსოვს კარგად რა თქმა უნდა. ხურდებიც არის, იქ შეიძლება ზარაბხანის პირველი შეიძლება ვიღაცა ვინც ფულს აგროვებდა და მოკლედ ანუ აქედან არ გავრისკა, იმიტომ რომ ძალიან თავხედი უნდა იყო ადამიანი, რომ აქედან რაღაცა გამოიტანო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ პრიზმაზე და რაღაცაზე ვარდისფერზე და ფლოიდზე უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ფულის ასპექტია და მაშინ მოვიტანეთ Dark-Side of the Moon პირდაპირ. სწორი ლოგიკა. აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებას იმდენ სწორი ლოგიკა. კაი, დავტოვოთ ეს მინიშნება აქ და მოიხსნა. ხო, მოიხსნა. მეორე მინიშნება ნიკოს ალბათ რამე ვერსია იქნება. ეს არის მეორე მინიშნება. ველი გადავარენე. ვა. მე ბებე იმკოდე ვარი. მე ბებე იმკოდე წაკითხულიც მაქვს და რა ადგილად ათამაშებიც ხო არ გაქვს. ვიცოდი, მაგრამ ან მერის ან ვიცოდი. ვეღანა თუ იქცეო და შენ რა გიხარო და შეუბედურა. ზეპირადაც ხსომებია რაღაცაც. შენ ხოითან ვერ მოკავშირე. ფლოიდი და ბებიელი გადაილარიონი. ვერ მოკავშირე ვერანაირად. მანი ვერ ხვდები. თვითონ ნოდარ დონბაძესაც მაგრამ ნუ რადგან კონკრეტულად მე ბებიელიკო და ილარიონია. რომელიმე პერსონაჟი, რომელიმე სცენა. ხელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებითა? არ ვიცი, აზრზე. არაფერს ამ შემთხვევაში. ნიკო შენია ბურთი და მოედანი. შეგივიდე ყურზე მეკეთა, მეც ვფიქრობდი, ანუ ალბათ არ მივალ არსად, მაგრამ ერთი რომ ილარიონი ლარი მაგიტო არის მოტანილი თუ ძალიან ესე შეიძლება იყოს. მეორე ვფიქრობ, რომ ვინ ზურაბი ერქვა, მე ვთქვათ, მე ზურიკელა. ასევე რაღაც მონეტებს ეძებენ ილიკო და ილარიონი იქ ერთ-ერთ სცენაში აქედან, მაგრამ ნუ რაღაც ეგ ძალიან ყურით მოთხრეული მეჩვენება ეგ ყველაფერი. ასე რომ ხო, გვაქვს, ვიცით რომ ფულთან არის კავშირში. აი თუ ილარიონი და ლარი არის და მაგაშია შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება არც იყოს. ვინმე არის, ვინც ფულზეა გამოსახული. ანუ ხო, რატო არ იკადრებდი, ანუ ხო, რაღაცა. შეიძლება არის ილია და ილია ფულზე გამოსახული არის ჭავჭავაძე და თუ ილია ჭავჭავაძე ამით გავდივართ, მაშინ ასევე რაღაცა ცოტა ეს არის არასწორად მეჩვენება ეგ ყველაფერი რაღაცა. ხო, შეგვიძლია მაგით გავხსნათ. ანუ თუ რაღაც ერთხელ იყო ილია ჭავჭავაძეს აღარ მოვა აღარასდროს. ოკეი, არ გამოვიდნენ, კარგი. ჯერჯერობით ეს უფრო დამაბნია ვიდრე არა. მაინც მივდივარ ვიღაცაზე, ვინც ამ ფულზეა გამოსახული, ან ხურდასთან აქვს რაღაცა შეხება ჭხრიალთან ფულის, მაგრამ აქედან კაი. გვაქვს პასუხი? არავითარი პასუხი არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ მესამე მინიშნება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. მესამე მინიშნება არის ესეთი, კოლაში. და ანასია. ბებიები, მოანა, ეს რაღაც ელკანტო ხარქვია. პრინციპში მაგათი ნახვა ყველასი მოგიწევდა ალბათ. ხო, ეს პოკაჰონტასის არის, არ მახსოვს, ხო. ბებიის პერსონაჟია, ესე იგი, მნიშვნელოვანი მე ბებიელიკო და ილარიანშიც. რამოს ხეილის ამბოვის. გაზე ამ აწყობ შენს ლოგიკას. მე ძროხასთან. აუ მაგრა დავიბერე. დაიბერე, ხო სამი რაღაცაც სხვადასხვა. რაღაცა ის რაღაც საყვარლობაა. რაღაც საყვარლობასთან მივალთ ხოლმე. ხო. მაგრამ ცოტა რთული გზით.
ერთი წამით სესილია ხო არა, მაგრამ სესილია ხო თამაშობს. და რაღაცნაირი ბებიის პერსონაჟი ხოა სესილია სულ ყველგან. ხო სესილია თამაში. ფორმაშლა. Pink Floyd. მე ვერ დაგიდასტურებ და ვერ ვიყო. მაგრამ Pink Floyd-ი შემოდის ამ ამბავში უცნაურად. ეს უყვარდა. ადამე იყო. ბებიის პერსონაჟი, თან ანიმაცია, ანუ თამაში ბებიის. ფილმიც. ხო, ფილმიც არის. თან მე ბებია ილიკო ილარიონი, თან რაღაც სესილია, მაგრამ Pink Floyd-ს მოდი კაი. ნება შენია. არ ვიტყვი. არ იტყვი. თავში. თქვა. არ ვიცი. იტყვი? არ იტყვი. Pink Floyd-თან ვერ თუ ვაკავშირებ. იტყვი, რას ფიქრობ ესე იგი? სესილია თაყაიშვილი. სესილია თაკაიოს. მაგრამ ახლა უნდა გადაწყვეტო თქვა თუ არ. კაი, იყოს, ვიტყვი რა. იტყვი. ხო. დარწმუნებული ხარ. კი. ვაჰ, რა საინტერესოა. არ უნდა მეთქვა. არა, არ ვიცი, კაცო. ხო, ვიტყვი. არც ხოს ვამბობ არც არას. აფიქსირებ. ვაფიქსირებ. აი ბატონო. გავიკეთო ხო, ეს თუ არ რა, ხო. თუ ხა, არა. ანუ თუ თქვა ვიტყო და შენ როგორ რისკიანი ყოფილ ხარ? და ის მანი რატო არის რა ხომ ბუღალტერი გონი არ არის არის ის სწორი. არა, შენ რა იფიქრე? სესილია თაყაიშვილი. ხო. ჩემი პასუხი ეგ არის. ეგ უპასუხა ანამაც და ეს სწორი პასუხია, მინდა გითხრა, ეს არის სესილია თაყაიშვილი. Pink Floyd-ის მანის კლიპში არის სესილია თაყაიშვილი მონაწილეობს. აუ ეგ არ მახსოვდა გაგახსენდა რატო ის ეხლა? არის ხო გამახსენდა ხო სესილიას დანარჩენი ორით კადრებია. მივხვდი და მე მეთქი რატო კლიპი არის ძალიან ესეთი ეკლექტური, მთელი მსოფლიოს კადრებია და ჩვენთან ცნობილი გახდა იმითი, რომ ნატურის ხის თუ ცალკე არა, არ ცალკე არის სესილიას კადრებია შესული მოკლედ რა და ცოტა დაგაბნიათ მაგან მართალია, მაგრამ ბოლოს ხო რაღაცა ბოლოსკენ მეგონა რომ არ გარისკავდი მაინც, მაგრამ რაღაცა ჯანი გავარდეს და ესე დასცხე. ანუ ყოჩა სადაც საჭიროა რისკავს, სადაც საჭიროა უკან იხევს ჯერჯერობით სტრატეგიით და ტაქტიკით უმარცხდები, რაც ბოლო მინიშნება არ დამცალდა, ბოლო მინიშნება იყო ესეთი წასათამაშებელი რა, უნდა მეთქვა რომ ისევ შემაქანათქო, მაგრამ მაგაზე ალბათ უკვე ხო. მაგამდე ვერ მივედი. მივხვდებოდი. ანუ ამ ორით მივხვდით და ესე ჩემი ის არის სესილია თაყაიშვილი ჩემს უდიდესი ქართველი მსახიობი, ანუ ტოპ ჩემთვის რომ ხო, ბებია თან, ხო, აი რამდენიმაში იქნა თამარი. ხო, ძალიან საკულტო ბებია ფაქტობრივად, აი ქართველი ბებიის რაღაცა ან განსაკუთრებული. კომედია, დრამა, რაც გინდა, ყველაფერს ისე კი. ხო. 5-0 ანგარიში 2 აი, რაუნდის მიხარიანი, არ მიხარია თქო როგორ გის. ანუ მაგრამ კიდევ 4 კითხვა გვაქვს სათამაშო. ხო, ანუ ისე დავინახე მეთქი იქნება თავი შეიკავოს, არა, თავს შეიკავებს, არა, სადაც დაინახავს სულ ცენტრს ეგრევე. ეს გული შეჭამა. მოდი სესილია თაყაიშვილის შესახებ ნახოთ ვიდეო რგოლ. სახელი სესილია თაყაიშვილი. დაბადების თარიღი 1906 წელი. პროფესია მსახიობი. განათლება აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია. თეატრალური მოღვაწეობა. კარიერის უდიდეს ნაწილს მარჯანიშვილის თეატრში ატარებს. 1930-1966 წლებში თამაშობს არაერთ როლს. სპექტაკლები: მე, ბებია ილიკო და ილარიონი, ფიგაროს ქორწინება, ჭირვეულის მორჯულება, მარია სტიუარტი, კოლმეურნის ქორწინება და სხვა. ფილმები: საბუდარელი ჭაბუკი, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, ნატრის ხე, დიდოსტატის მარჯვენა, ცისფერი მთები და თათუთაშხია. მაძიებელი გრძელდება აწდა მარადის და ჩვენი შემდეგი რაუნდი არის დოსიე ისევ ადამიანი უნდა გამოვიცნო. მოდი უნდა აღვნიშნოთ რომ ანგარიში დიდი არის, მაგრამ სათამაშო უპირატესობას აი ესე არ ასახავს, ანუ ეს რამდენ 5-0-ს ვაგებ, მაგრამ აი არ მჯერა რომ ნიკო ნერგაძე მარცხდება. რომელი რამე ისავარ, რომელი ინტელექტუალი მე ვნახეთ ერთი ტეტია ბიჭი ვარ, რომელიც რაღაცა ეგეთი თავდაბლობაც ხო? მაშინ საავადრო თვით ნიკო ნერგაძეს ამბობს. ისტორიული მომენტი. ისტორიული მომენტი. აი, წინაზე თქონდა, მაგრამ მაგარი გამოვიყენე, არა. ეს არის. ნიკოს აქვს. ნიკო. ხა, ნიკო. ახლა მინიშნებას ორივეს წაგიკითხავთ. ტექსტია. ეს ტექსტი გახლავთ ძვირფასებო აკაკი წერეთლის ტექსტი და ნამონარიდი. ვიღაცაზე ლაპარაკობს. წერს. გასაოცარ საქმეებს ჩადიოდა.
მაგრამ ვეღარ გაასწორა ერთხელ გაუკუღმართებული გზა. უკეთესმა მამულიშვილმა დაიღუპა თავი და დაღუპა ქვეყანა. კეთილმა განზრახვამ და იმდენმა ღვაწლმა ამაოდ ჩაუარა. დღეს ითვალისწინებ ამ უბედურ გმირს და აღარ იცი რა ქნა, დალოცო თუ დაწყევლო, აკურთხო თუ შეაჩვენო, თაყვანის ცე თუ ზურგი უჩვენო. ანიკოს ესმენები? ნახე პირველივე ვიზეც მიდიხარ, ამჯერად ალბათ გავრისკავ, მაგრამ ერეკლე გქონდა უკვე წინა იმაზე პასუხი. ერთი ფიქრობ, რომ რაღაც ერეკლეზე კითხვა არ ქონია წინა სეზონში. ხო, ანუ ერთ-ერთი რასაც ფიქრობ, რომ ალბათ გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს ისტორიული გმირი, რომელიც ამავე დროს გმირი არის, მაგრამ თან შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა, რომ რამდენად სწორ გზაზე დააყენა სადავორო არის მისი ქცევა, ხო? სადავორო არის მისი ქცევა. თან თუ ჩავთვლით, რომ მანამდე რაც მომივიდა თავში არ თქვი და ის იყო, მოდი გავრისკავ და ვიტყვი, რომ 4-იანზევე ფიქრობ ნამდვილად? 5 თნელს ვაგებ და იქნება 5-4 წავა. არა, 4 კითხვაა კიდე წინ. ანუ ეხლა თუ ანი გაიჭრება, მე უფრო რთული გახდა. ანუ მე მოვალე ვარ უბრალოდ შეგახსენე. ხო, მესმის, მაგრამ So what? იცი რაც ერთხელ მოდიხარ და შეიძლება მოკლედ ვამბობ, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს არის პატარა კახზე საბოლოო ლაპარაკი. პასუხია. კი ბატონო. აფიქსირებ ერეკლეს. ვაფიქსირებ ერეკლეს. თუ არ არის კიდე და გავქნათ. მოიხსენი, იმიტომ რომ ნიკომ ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო. მეც ვაპირებდი კარს. მაგას აპირებდი შენ ხო? აქაზე ნაკლებიოთ როგორ არის და ალბათ, არ შენი ვიცი, იმითი იმიტომ რომ თორე მეორე არ თქვა ჯერ არაფერი. სხვა დროს გავატარებდი. არ ჩენ არ თქვა არაფერი ჯერ, იმიტომ რომ არ არის. მივხვდი რომ არ არის სწორი. არ არის სწორი და შეიძლება თქვა რა შეიძლება და ეთქვა? შენ თქვი, მაგრამ შენ არ შეიმჩნიო. მე არ შეგვიძლია. კარგი, არ ვიტყვი რა. ხო. არ ვიტყვი რა, ოკეი. გავაგრძელოთ. არ გავიკეთებ შენ ამას, შეგიძლია არაფერს არ პირდაპირ დააფიქსირო ვერსია, ეხლა შენი მსჯელობის დროა. შემიძლია ვიმსჯელ. მოიცადე, მეც თუ არასწორი ვთქვი, მე რა გრძელდება, არა, ხო? თუ შენ ანუ ნიკო გამოეთიშა ამ კითხვას, თუ შენც არასწორი ქნი, всё, თქვი, ხო. კითხვა გაფუჭდა. არა, იცი რა, მე რას ვარაუდობდი იმას ვიტყვი, მაგრამ მეორე ვერსიას დაველოდები, იმიტომ რომ დიდი შანსია, რომ ნიკომაც ეგ ივარაუდა, რადგან ილია რას ჭავჭავაძესთან რაღაც ცუდი ის ჰქონდა ცუქიშპი და აეკრობა, ხო არ იყო ილია ჭავჭავაძეზენა თქვამი? აკაკის ხრინა. ხო. ოკეი, მაშინ არ ვიცი, ხო. არ ვიცი. კაი, მეორე მინიშნება კიდე. მეორე მინიშნება არის ვიდეო მინიშნება, ვიდეო ამონარიდი და ნახოთ ეს ვიდეო. I saw you with the box. What was in the box? Because I envy your normal life. Put the gun down, David. It seems that envy is my sin. Oh, what's in the box? What's in the fucking box? ეგეთი ის არის მარტივია? არ ვიცი რა მარტივი რა არის შენთვის. შეიძლება პირველი მოვისმინო კიდე ტექსტი? კი. გასაოცარ საქმეებს ჩადიოდა, მაგრამ ვეღარ გაასწორა ერთხელ გაუკუღმართებული გზა. უკეთესმა მამულიშვილმა დაიღუპა თავი და დაღუპა ქვეყანა. კეთილმა განზრახვამ და იმდენმა ღვაწლმა ამაოდ ჩაუარა. დღეს ითვალისწინებ ამ უბედურ გმირს და აღარ იცი რა ქნა, დალოცო თუ დაწყევლო, აკურთხო თუ შეაჩვენო, თაყვანის ცე თუ ზურგი უჩვენო. აბა რა არის შენი მსჯელობა? მე შეიძლება ხუთში რა არის არ ახსოვს ფილმი არ უნახავს ადამიანს. ხო და არ მახსოვს ეს ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ არ მახსოვს. უჩი რა არის ეგ არის მიკარნახა ხო ფაქტორი? არა, არ ვიცი. არ მახსოვს. და ვერსია გაქვს რამე? ხო და არა. თუ გინდა მესამე მინიშნება, ანუ ნიკო გამოთიშველი კითხავს და ნახოთ შეგიძლია. მესამე მინიშნება. მესამე მინიშნება. მესამე მინიშნება არის ესეთი ციგნი. ვაჩვენებ მაყურებელს. სიმონ კვარიანი დიდი. მოდი დავტოვოთ ნახულობ. იქ მაქსიმალურად უფრო ნერვია შევდო. ანუ ჩემი ბრალი არის მე ვიყავი უპირატესობაში და რაღაც ხო მართლა თამაში ადმირალ აკბარივით ვიყავი რომ ეჭიდავე, რომ არ მივხვდი ხო ვქნავდი. რომ მეთქე მოიცანდა იქნება რაღაცა მეთქე არა როგორც ანამ გარისკაის უნდა გავრისკო ენდე სალვატორე ალიენდე. ხო მე არ ვიცი.
შენთვის კიდე ერთი მინიშნება შანსი, თქვა კიდე თუ ერთი არანაირ დარჩა? ერთი მინიშნება აი, დარჩა. მიდი გამოვიდეთ. ეს ორი ქულა ოღონ თუ ამაზე მოგაფიქრდება რამე. არა, არ ვიცი, არის. გამოვიდეთ. ანუ გინდა მაინც ბოლო მინიშნება. ხო. ბოლო მინიშნება არის ფოტო. აი ესეთი. თავი ჩამოშენებლის ძეგლია, როგორ დაგქონდათ? თუ ვინ არის? აქვს დრო რომ დააკვირდე. მოხარენ დიდი მოგ. ერეკლე მეორეზე ხო არ აქვს? ლაპარაკი ეგრე ძალიცავს. ანუ იცი. აი იყოს ერეკლე მეორე. მაგრამ ეს არა, თავი ვახტანგ გორგასალი იღაც. მე უნდა ყველას ჩავართლი. 1900 2000 რა ხო, ის არის. დაშლილია რაღაც ძეგლი. გეტყვი რომ ეს არის კონსტრუქციისას, როცა ხო. შემიძლია გითხრა. მან დაშლით უნდა რაღაცნაირად შეგვიძლია ვიცნო, ან ვერ იცნო. აი, ერეკლე მეორე. საბოლოო პასუხი ერეკლე მეორე. არა და ეს არის ხუთში არის მოჭრილი თავი, მეც ერეკლე მეორე ვთქვი თავიდან. მოჭრილი თავი. ხო. არა. ანუ შვილო პაატას პუნჩ გიორგი სააკაძეა. ცოტა შავი მინიშნება გამოგვივიდა სევენიდან, მაგრამ ისე უხდებოდა. ძალიან უხდებოდა და ვერ შევიკავით. დიდი მოურავით გიორგი სააკაძე არის ამ შემთხვევაში, სააკაძის ძეგლი. არ ხო. სააკაძეზე არ ხვდები ხოლმე ხშირად, მაგრამ კი, მაგრამ ესე არ დავყურო, უყურადღებო ადამიანი აღმოჩნდა. ხო და მეორე იგი ანუ უნდა მომეტინა. ეგეთი ამბივალენტური ხო. ისე არის თამაში დამჭრა, ანუ ეხლა უკვე ფსიქოლოგიურ ტერორში ვარ და მაგიტო წავაგერ, ეხლა სასწრაფოდაც ქულიან უნდა დავდო. მოიცადე და მე სამქულიანი და სად გეჩქარება ერთ ქულეთ და კი. კაი, მოდი ვნახოთ ჩვენს ვიდეო რგოლი გიორგი სააკაძეს. სახელი გიორგი სააკაძე. საქმიანობა პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი, სამხედრო სტრატეგი, მოღვაწეობა მე-17 საუკუნის დასაწყისში აყალიბებს გავლენიან პოლიტიკურ დასს. წვლილი აქვს ფეოდალების დამორჩილებასა და მეფის ძალაუფლების განმტკიცებაში. ფაშისტკარის ბრძოლაში ამარცხებს ოსმალებს, ხოლო მოგვიანებით მარტყოფის ბრძოლაში სპარსებს. მარაბდის ბრძოლაში სპარსელების ძლევენ, რასაც ბაზალეთთან თეიმურაზ პირველთან დაპირისპირება და მარცხი მოჰყვება. უწევს ოსმალეთში გადახვეწა, სადაც 2 წლის შემდეგ ოსმალები შეიპყრობენ და თავს მოჰკვეთენ. ვაგრძელებთ მაძიებელს და საქმის რაუნდზე გადავედით, ანუ ადამიანებს გავეშვით და ეხლა მოვლენები უნდა გამოიცნოთ საქართველოს ისტორიიდან. რამდენიმე მოვლენა გამიგია საქართველოს ისტორიიდან, იმედი ეს ახალს გამიგია. ფართო გაგებით რა მოვლენები შეიძლება იყოს როგორც რაღაც სამხედრო პოლიტიკური, ისე სახელოვნებო სამეცნიერო ან ნებისმიერ სხვა ტიპის მოვლენა, ხო? კაი. და ანასი ამჯერად უპირატესობა ავიღებ ჩემს სარეკვიზიტეს. სასამხილეს. არ უყურებთ. პირველი მინიშნება, მეგობრებო. აბა. სულ ეს არის? სულ ეს არის პირველი მინიშნება. მით არაფერია. წესი царიელი უნდა იყოს. პირველი კლასის როეული. ქართული ასოების როეული. დაველოდები მეორე მინიშნება. დაველოდები მეორე მინიშნება. არ ნიკო. ნიკოსავით წინაზე 4 ქულიანზე. ძალიან გარისკავს. შეიძლება ისე არ არის, იმიტომ რომ ჩამორჩენაშია და უწევს ხო. ხო. არაფიქს. შეიძლება ხო რაღაც დედაენისკენ მიდის, ან პირველი დამწერლობა? ან რომელიმე დამწერლობა. ხო. დედაენა არა, ალბათ უფრო რაღაცა ასოების მოყვანილობა. როდი შეიქმნა პირველ საუკუნეში ფარნავაზი, არ ვიცი, არ კაი. რაღაც ვერსიები ქონდა ანას, მაგრამ არ გაიგე. ხო, ანუ პირველი მოდი ახლა ჯერტი გავიხსენოთ, რომ ადამიანზე არ არის ლაპარაკი და არის მოვლენა. ეს არის პირველი კლასის რვეული, არის ქართული ენის რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა მათემატიკის, არამედ სამ იმაზე გამოსაწერი. და ეს არის მოვლენა, არ ვიტყვი ხა ცხადია, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებული ალბათ, ან შეიძლება პირველი კლასის სასტუმრო, როდესაც გაიხსნა საქართველოში ხუმრობ, ვიცი რომ არ არის, მაგრამ რაც სხვადასხვა მხრიდან უნდა რომ მოვუდგე. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ეს სილამაზისთვის არის, რველზე არის სწორედ ლაპარაკი და
ერთ-ერთი ვერსიად ისე მექნებოდა, რომ არ ვიტყვი, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პირველი კლასი, ქართული ენა, ასე შემდეგ, ქონდა ეგ ისა, რომელიც ასე გამახსენდა მე ეგ ნანახი, ხო? ანუ ეგ გამახსენ, ხო, მაგრამ წერა-კითხვა გქონდა. წერა-კითხვა გქონდა, მაგრამ იქნება მეორეჯერად შეიქმნა. ან გავცელება წერა-კითხვის. ვიცი რომ დრო გავიდა, მაგრამ ნუ რაღაცა ეგეც ვარაუდობ თუ არა, ერთ-ერთი ამი შემიძლია მოგცე თუ მსჯელობისთვის. არ ვაპირებ რო თქვა, მაგრამ ნუ აი გავაგზავნებ გონებაში მსჯელობას. მეორეს მოგვეცი. კი ბატონო, დავტოვოთ ეგ. ანა, არ მითხრა რომ გარისკენ და თქვი. არა კაცი. ჭკუა ვისწავლე, მაგრამ ნუ მეორე მინიშნი. ესკიზი. ანასკენ მოდის ეს ესკიზი. კარგი, მოდი მაინც იმისკენ წავალ, ხო? დამწერლო ქართული, მაგრამ რომელი დამწერლობა? ასომთავრული, მხედრული. აი, რაზე აფუძნებ მსჯელობას, ეგაც მაინტერესებს მართლა. ეს რისი ძეგლია, დედაენის? არა. ვერ ვიხსენე. თან ვიცი. მე ვიცი რის ძეგლიც არის, მაგრამ ვერ გიტყვი. ხოდა რაღაცა მანდეთკენ მივდივარ პირველი კლასის როლი. და რაღაც ძეგლის ესკიზი. დედაენა, ძეგლის ესკიზი. მეტი იყოს პირველი დამწერლობის შექმნა. ქართული დამწერლობის შექმნა. დამწერლობის შექმნა. დარწმუნებული ხარ რის კოლომას? ხო, არ ვარ დარწმუნებული. ეგრევე იყოს რა. ნება შენია. ხამაში თავაში. აფიქსირებ. დავაფიქსირე. მეხსენ ნიკო? გამოიცნა ხო ხერმა? დააფიქსირა ანა მისევრისკენ. ითამაშა. ბოდიში რო ხერ ისენზე ხო გახსნილი. ო, დამჯერად არ არის სწორი. უი რა კაია. არ არის ამჯერად სწორი. შენკენ გადა. მე ვიცი ისეთა ვიტყვი, ახლა თარიღს ვიცი დაახლოებით, მაგრამ გვიანია უკვე და იმაშ ეს არის დედაენის ძეგლი არის. დედაენის ბაღში რომელიც დგას და არის დედაენის დღესთან დაკავშირებით მოვლენა არის ის, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა რომ ქართული ენა აღარ ყოფილიყო სახელმწიფო ენა, უბრალოდ ერთ-ერთი. მოიცადე, არ იჩქარო და მე ნახე მინიშნება. ეგ წინაზე გქონდა ქართული ენის. მინიშნება ნახე, მე გავეთიშე მაინც. დედაენის დღეზე იყო უკვე პასუხი. 1900 რაღაცა 78 ქართული ენის გამოსვლებს თუ გულისხმობ, ეგ მაგას გულისხმობდი, რომელიც იყო. ეგ იყო, ამიტომ მაგას მაგრამ გამოსვლებ. კაი, მოგეთ კიდევ ერთხელ დედაენაზე ვართ. მაშინ ესე ვიმსჯელებ. ჯერ დაველოდები მესამეს, რომ რამე ქულა მაინც ავიღო და ესე. შენ მოეხმარები. საცხალი ესე. ხო, მადლობა დახმარებისთვის. მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ სად მივდივართ ვიცით პირველ რიგში, რომ ეს არის ქართული ენის უსამართლობა იყო. ხო, რაღაც. ქართული ენის როეული არის პირველი კლასი და ამასაც ვხედავთ, რომ დედაენის ძეგლზე არის ლაპარაკი, რომელიც დედაენის პარკში დგას და ხო, ანუ ეგ ძეგლი. არ ვიცი არა ვარ ნამყოფი. ხო, მაჩვენეთ მესამე და რაღაცა იქნება ეს მშრალად არ წავაგო ეს ყველაფერი და ეხა არაფერს არ აფიქსირებ, ესე იგი? არა, ეხა არაფერს არ ვაფიქსირებ და ველოდები რომ მესამეც იყოს, რომ რაღაცა მესამეც იყოს. კაი, ციტატაა მესამე. მაშინ ეგ უნდა წაგიკითხო. მთელი 6 თვე ვიცხოვრე ყრუ ჭაობიან სოფელში ლიახვის პირად, ყველაფერი დავივიწყე, ქვეყანას მოვსწყდი სრულიად და მხოლოდ ერთ საგანს დავამყარე ჩემი მთავარი ყურადღება. რაც შეიძლება მეტი შემეკრიბა იმისთანა ხალხური მეტყველების ნაწარმოები, რომელსაც საკმაწყვილო პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს. ერთი ცნობილი ადამიანის ჩანაწერები. ანუ ყველაფერი იაკობ გოგებაშვილზე მიგვანიშნებს. ხო. მოდ მოვლენა. ოღონდ მოვლენა არის. ხო. იაკობ გოგებაშვილის დაბადება ალბათ მოვლენა არის, რომ მაშინ იაკობ გოგებაშვილი იქნება დაბადება ზოგადად ხარ. ალბათ შეიძლება დავეხმარო ერთად. ვიმშელოთ რა პრობლემა არის ერთად ვარ. რატო? ალბათ დედაენის შექმნა და დაწერა ხო არა იმ ანუ ხო შეიძლება ეგეც იყოს, ხო, იმიტომ რომ პირველი კლასი ანუ დაწერა საწყისი ძებელი გუნდურ თამაშად გადაკეთდა ნელ-ნელა თვალსა და ხელშივა. რაღაცა ფაზლის ყველა ელემენტი გვაქვს, გასაგებია რომ ქართულ ენაზე დედაენაზე არის ლაპარაკი, სწორედ ქართულის მეუღლე გვაქვს აქა და ნუ ეხა ზუსტად ეგ თარიღი არ მხოლოდ იაკობ გოგებაშვილია, ვინც მაგას წერს, ხო? ამიტომ დედაენის შექმნისთვის იყო წასული ალბათ. რატო იყო იქ 6 თვე გაატარა, რა თქმულებების შეკრიბა
და მე აი ია სადო თან ჭაობის მე ხო დავად და რაღაც დავად იყო და თულად იყო რო აცდუნებდეს რო სინამდვილეში რო ეს არის სინამდვილეში სწორი პასუხია ვეცე კიდე ერთ მინიშნება რომ ნახოს ქულაკლება მე ქულაკლება ყოველ ჯერზე ხო და მოდი ვიტყვი და თუ ესეც არ არის და ძალიან შორსაც არ ვარ დედაენის შექმნაზე ლაპარაკი იაკობ გოგებაშვილის მიერ ნიკო თავს მოვიკლავ რომ ანუ რაღაცა ეგ არის რა ახლა დედაენის შექმნა ესე იგი ახლოს მაინც არის ანუ ჩათვლადი არის არ არის სწორი პასუხი ხუმრო სწორია ხუმრობ, სწორია და აბიცი რა ვიფიქრე ხა რასაც როდის ის გამოსვლები საკმარისად ახლო პასუხი იყო რომ ცოტა მაინც რო სხვა ყოფილიყო მაინც ჩათვლადი იყო ჩათვლადი იქნებოდა რა თქმა უნდა ხო ხა დედაენის მოკვლევა და გამოცემა რაღაცა ყველაფერი ჩაითვლებოდა დედაენას უტრიალებთ ოღონდ ორივე პირველივე მინიშნებიდან რაღაცა დედაენა შენც მე ბოლოს რო უპასუხე დამწერლო მეგონა დედაენას უპასუხებდი ხო და არ რატომაც აი ეს პირველი ასოები აი დედაენის შექმნას ვერ დავაკავშირე ვერ მოვიფიქრე რა დედაენის ძეგლის ესკიზია ის ბიჭი აკლია შუაში ვინც არის რა უბრალოდ თავდაპირველი ესკიზი ჩამოყიდე და ბოლო მინიშნება შემიძლია აი ამას ნიკოს ნებართი და ანას გადავცენ. მადლობა. ძალიან საყვარელი. იყო ბოლო მინიშნება. აია, თქვენგან სამახსოვრით. ხო. გაიჭირე ხო და წამწევი მორცხვად დახარე და სინდერის გნირი იქნები. კაი, დედაენა როგორ იქმნებოდა საინტერესოა მე მგონი და ვნახოთ. მოვლენა დედაენის შექმნა. პირველი გამოცემის თარიღი 1876 წელი. ავტორი იაკობ გოგებაშვილი. მიზანი შეიქმნას ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი კლასებისათვის. შექმნის ისტორია. იაკობ გოგებაშვილი 6 თვის განმავლობაში ცხოვრობს ვარიანში. აკვირდება ბუნებას, ადამიანებს, კრებს პედაგოგიური დანიშნულების ხალხურ ნაწარმოებებს, იყენებს ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ცოდნას, რათა წიგნი მაქსიმალურად გამართული გამოვიდეს. აღსანიშნავი ფაქტი: დედაენას 1983 წელს ძეგლი დაუდგეს. მეგობრებო, რა ხდება? ხდება ის, რომ 5-2 ანგარიში ანა არის წინ და კიდევ 2 გამოძიება გვაქვს წინ. ასევე ამჯერად ნიკოს ექნება ფიქრის უპირატესობა და გადავიდეთ შემდეგ კითხვას. და ამ მოვლენის პირველი მინიშნება. ეს არის პირველი მინიშნება. ცნობ რამედია? კი. არ თქვათ. ნიკო. არის ბაქმანტაცა. აბა. მე ვერ ვიცან რომელია. ამიტომ ანუ ხედავ რომ კარგად აგებული ეკლესია არის რომელიც მარტივი საცნობი იყოს თუ მართლა ჯვარი არ გეძაწელი, იმიტომ რაღაც ისეთი კაი, მადლობა, თორე მეთქი რაღაცა ის თუ არის რაღაცა ყველა უნდა თავიდან ერთი შეხედვით ცნობდეს. თავიდან მეთქი მოსაკლავი. არ არის, მაგრამ ანუ ხვდები ხომ არის ერთი შეხედვით. შეიძლება ის არის ანჩის ხატია და ქვევიდან ესეთი ჩანს და ზევიდან გაქვს სულ დანახული. არ ვიცი, ანუ გონია რომ ანუ მოკლედ შეგვიძლია დააკვირდე და იმსჯელო რომელია. შემიძლია დავაკვირდე და იმსჯელო. ვიცი. ხო, ვიცი და სავარაუდოდ თბილისშია, როგორც ხვდები, ანუ თუ შეიძლება არც არის, მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი. ხომაღლა ვამბობ. ხო, უცნაური რაკურსი შეიძლება არის, ქაშვეთი შეიძლება არის მეორე მხრიდან ესე, ანუ არ რანაირად. კიდე თავს მოვიჭრიდე და ვიტყოდე არასწორ ტაძრებს, რომლებიც არ არის. არ არის თავის მოჭრა პირიქით ჯობია იმსჯელო, რომ ვიცი, ხო, გადაცემისთვის ეგრე ჯობია, მაგრამ რაღაც სისულელებს რომ ამბობ მე რომ რაღაცეები. ხო, რაღაცეები რომ გამორიცხო. ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ჯვარი აქ არ დამიწერია, ალბათ. აბა, სად დაიწერა ჯვარი ანა? ой, გარი. რა არის? სიონი არ არის? მე ვერ დაგიდასტურებ უბრალოდ. ეხლა რო არ იყოს რა უხერხული. ძალიან უხერხული იქნება. გავს. აკეთ სიონს გავს შენთვის. აი, არ არის უკან გამოჩეს. მგონი არ არის. კაი.
მაგრამ ეხა შეცვლილია და ადრე ხო არ იყო ეს ცოტა აქ მანქანებისადაც არ არის ხო მაშინ აი შენს გავს და რა შეიძლება იყოს რაღაც შეიძლება რამე სხვა ავტოკეფალიის მინიჭება ან ხო მოვლენას ვიცი მოვლენას კი საქართველოს სიონი ხო ის იყო სამებამდე საკათედრო ტაძარი მე მგონი სიონი იყო ნამდვილად საკათედრო სანამ საბერძნეთში გადაინაცვლებდა კათედრა არ შეიძლება რაღაც პატრიარქის აღსაყდრება ეკლესიასთან კიდე რა შეიძლება იყოს კავშირში თუ გინდა მოუცადოთ შემდეგ მომიშ ხო არა უნდა მოუცადოთ არ ვიცი ბევრი რამ შეიძლება იყოს კაი შემდეგი მინიშნება ძალიან მინდოდა რომ ამ მინიშნებამდე მივსულიყავით ხო იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ იქნება რო თავს ეგ არის მნიშვნელოვანი და ხო თალხი ხო არ ახურავს შემთხვევით არ ვიცი შემდეგი მინიშნება რა არის აქამდე რო ვერ მივსულიყავით იქნებოდა საცოდაობა იმიტომ რომ ხო მაგრამ ესე უკეთესია სანთელს აკეთებ ახლა თუ რა შვები სუნია შეიძლება კი ისუნია კაი თუ ცუდი ცუდი სუნი არ ვიცი ეს არის შემდეგი მინიშნება ანუ იმის ფიჭის სუნს არა ფიჭის არ არის რაღაცა ვიცი ნახე დაწითლდა რეაქციაში შევიდა ხო ანუ ის ისევ ერთად მადლობა კარგი ის იყო კაია რომ მოკლედ ნიკოს ჯერია ყურსასმენები გაიკეთა ჯერ შეგილი არც გაიკეთო აქ თოუს და სიონს ახურავს თალხი დუმის ხალხი და მე რაც ქვეყანა იყო რომელიც გაწითლდა რომელსაც არ უნდა რომ გაწითლებულიყო ანუ ბოლშევიზაცია საქართველოში წითელი არმიის შემოსვლა საქართველოში გასაბჭოება საქართველოში ვაფიქსირებ კი მოიხსენ თავდა და თბილისს ებურა თალხი დუმდა სიონი და დუმდა ხალხი ეს არის ნამდვილად დათოვლილი სიონი სიონი იცნო ანა მაგრამ თოვლი ნამდვილად არ იყო ტყუილ უბრალოდ და ჩვენ აქ ლაკმუსის ქაღალდი გავაწითლეთ იმიტომ რომ მოხდა საქართველოს გაწითლება გასაბჭოება ლიმონმჟავა არის ლიმონის არის ხო მაგიტო სასიამოვნოსული შავს არა უთოს ნორმალური მოხდა საქართველოს გასაბჭოება ლექსი რო თქვი და არასწორად ყველა ლექსი ვიცი აბსოლუტურად არასწორად ესე ვამბობ ხოლმე ვა თბილისს ახურა თალხი და არა სიონს ახურა თალხი მე ვერ ვხვდებოდი შედეგად მოხდა ის რომ 5-5 გახდა ანგარიში სამხულიანი ზლის რაღაცა ის გამოვიდა უკვე საინტერესოა უკვე რაღაცას გავს უკვე წინ წაშლის სუნი მთენს ვაუ ხო შეიძლება აიძაბა ასე გუნდურად თუ ითამაშეთ ხო გენაცვალე შემდეგი მინიშნება იყო მარო მაყაშვილის წერილი ფრონტის ხაზიდან საყვარელო მამა მე ჯერჯერობით კარგად ვარ სულ 122 ვერსზე ვართ მტრისგან თუმცა მტერი ჯერ შორს არის და ძალიან სხებენ ჩვენები ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნეთ თავს გაუფრთხილდით გკოცნით ბევრს მაინცა და მაინც არცივა მოკითხვა ყველა ჩვენებს ნუ გეშინიათ გავიმარჯვებთ სახელოვნად წერს 19 წლის მარო მაყაშვილი ამ დროს და ბოლო მინიშნება იყო თუ ეშმაკს და ეს ორჯონიკიძის დეპეშა არის ეს თბილისის თავზე მთელი დრო შეფრია ხო შეიძლება რომ არ მოგწონდეს ესე აშკარად საქართველოს გასაბჭოება როგორ მოხდა შეგვიძლია ვიდეოიდან ნახოთ მოვლენა საქართველოს გასაბჭოება თარიღი 1921 წლის თებერვალ-მარტი წინაპირობა რუსეთში კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ახლად გათავისუფლებულ საქართველოში ვითომდა მუშათა რევოლუციის დასახმარებლად სინამდვილეში კი ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით საბჭოთა მე-11 წითელი არმია შემოდის. მიმდინარეობა თბილისისათვის საფრთხის არიდებას ქართული ჯარები რამდენიმე დღის განმავლობაში ახერხებენ. ქართული გვარდია და ახალგაზრდა იუნკრები განსაკუთრებულ სიმამაცეს იჩენენ. 25 თებერვალს არმია თბილისს იკავებს და საქართველოს რევოლუციური კომიტეტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ხდება. ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი, მე სანდრო ლორტკიფაინძე ვარ, ეს მაძიებელია, მასში ვიძიებთ საქართველოს ისტორიას და ანა კოშაძე და ნიკო ნერგაძე ცდილობენ საუკეთესო დეტექტივის ტიტულის მოპოვებას, ანგარიშია 5-5 და კიდევ ერთი მოვლენა დაგვრჩა გამოსაძიებელი.
ძვირფასო მეგობრებო. ხო გაგიკეთეთ ცოტა თამაში, ანუ რაღაც ამოვკაჭე, რაღაცას რაღაც გავს. გათანაბრდა, ის არ არის. როგორ საინტერესო საინტერესო გახდა, თორე რაღაცა ის ყურებ ჩამოყრილი ვიყავით ორივე და ეხლა ორივემ რაღაცა მოემზადეთ. ორივე არ ვიყავით ამ მეღეს ყურებ ჩამოყრილი და ამას ეხლა მე შევტანა გავხდი. ესე განაზოგადე. არა, მინდა გითხრა, რომ გავიგეთ ხო კარგია ესე, ხო? რაღაცა აბა რა. ისე იყო თავიდან ისე ის რას მისამს გამანადგურებს არ არის მთლად ეგრე არც ეს საშიშია ანა როგორც მას თავისა და ხატავდნენ ბოლოსა და აქ ამას. დავინახე. პირველი მინიშნა. მოვლენაზე ალაპარაკე მოვლენა. ეხლა ანას აქვს. მე ვიკეთებ ხო? მე ვიკეთებ ყოველ შემოშრობ მოვლენა, მინიშნება მოვლენა. უცებ კაკაბაძის ნახატი გამახსენდა. ოჯორის გზავა წერია. აკაბაძის ხო ის ნაკვეთები როა, ხო? ლილოს გზა. რაღაცა სამხედრო იმას გავს? კოჯორი. მეები ამოვიკითხე? არ უნდა მომეკითხა. კი, პირიქით. კოჯორის გზა, ესე წერია, კოჯორის გზა. აქეთ წერია. ლილოს გზა. ყვარი. თორემ თბილისის რაღაცა გეგმა ზეთხედიდან გაკეთებული, თან საკმაოდ ძველი ალბათ, იმიტომ რომ ის პრიმიტიულად არის. ჩანახატები შეიძლება რამე სამხედრო მოვლენას, სამხედრო დანიშნულება ქონდა? ან შეიძლება რაღაცა რუკასავით არის რა. რაღაც უკას. გრაფისტვის არის? გაქვს რამე ვერსია? არ ვიცი. არა. კაი. დავდოთ ეს. სწორად გადავცეთ ნიკოს. ესე იგი როგორც ვთქვი აქ არის ზეთხედი აქ კახეთის გზა წავიკითხე რო აწერია და შუატბის გზა ვფიქრობ რომ არ დავაფიქსირებ რომ რამე ბრძოლის იმას გავს რომ სადვინ არის ოღონდ ეს შეიძლება რომ ტანკები იყოს რომელიც შემოდიან რაღაც მსგავსი რაღაც ანუ ესე ზემო გზა ლილოს გზა მოკლედ რაღაცნაირად ესე ზევიდან რო უყურებ აგერ კოჯორის გზაც აწერია ან რამის მშენებლობა არის რაღაც შემოგარენისან ყვარი არის აქ მტკვრის გარშემო ყვარი და ეს მეორე არაგვია რომელიც უერთდება ერთმანეთს არ ვიცი მაგრამ ან ჩემი აზრით გავს რაღაცა სამხედრო ტიპის რაღაცა მოვლენას რომელსაც ზევიდან უყურებთ ან შეიძლება ეს იყოს რამის განაშენიანების გეგმა სადღაც რაღაც აქ ქალაქი რო უნდა დაეცეს თავიდან რო აი მახათას მთა არის. აქ ანუ ხო ლილოს გზა თბილისის შემოგარენია როგორც ვთქვი. არა? არ ვიცი. საინტერესოა რაღაც წარწერებმა რაღაცაზე გამოყვანეს. ხო, რაღაცაზე გამოყვანა. ჯერჯერობით ახლა არ გავიგიჟებ თავს, მაგრამ ეს მეორე იმას დავეღო. კაი. ნიკოს ეს მინიშნება. შეგიძლია მოიცნო არც არ გითქვამს ხო? არაფერი და შემდეგი მინიშნება ახლავთ ძალიან სტუნება არ მქონია. ბევრი რამე შეიძლება. ესეთი დავაგდე ხედავე. შენ ხელთათმა. მოიცა. არ და ეხ შენ მე მეხმარება. ნუ მე მგონი შენ შემოგეთქვი რომ ხელთათმანი იყო არა. ვალი. შარვალი. ეს არის შარვალი. ანა. სათვალი. მე ვიკეთებ ხო იმას. ფარზე ვიკეთებ. როგორც ნიკომ აღნიშნა, ეს არის ხელთათმანი. ხო, ისეთი ხელთათმანია, ნახე, რაღაცა ესეთი უხეში რაღაც დანიშნულება ექნება, მოკლედ, არა გასათბობი ხელთათმანია აშკარად. მოიცადე, მაგრამ ამასთან რა კავშირში. ხელთათმანი. როგორია? აბა. ფართო. ლამაზი. ფართო და ტყავის. ნახე, ფართო და ტყავის. შეთია რაღაც. ცხენის არ არის, ცხენის რაღაც მოტმასნელი ტიპია. აჰა. საჯირითო. არც ყოველდღიური მოხმარების ამჟამად. არა, რა თქმა უნდა, არ არის ხო, იმიტომ რომ არ. კაი, მოდი, არ გავსკი. არ გარისკა. არა. და ხო, ნუ მე კიდევ გვექნება ორი მინიშნება თუ კი ნიკოლე. გარისკა? არ გარისკა? გაგიხარდა? არა, არ დამეხარ და იმედი მქონდა რომ გარისკა და ვერ გამოიცნობდი და ეს შარვალი მე.
ასევე ესეც მე. ესე იგი, არ ვიცი აქამდე რა იმსჯელეთ, მაგრამ ვიდრე ეხლა უკვე კარგ მუსიკას უსმენდი. ერთი ვერ ვიხსენებდი, რომ ვინ რა ცნობილი დუელი, იმიტომ რომ ცალი ხელთათმანი პირველ რიგში გაფიქრებინებს დუელზე. და რა ვიცი, შეიძლება რაღაც სხვა ვერსიაც იყოს, რაღაცა სხვაც იყოს, 1-2-3-4 ან ჩვეულებრივად 5 თითი შეიძლება ხედარიან რაღაცა ეგეთი გავახსენდეს, მაგრამ კაი, მოვლენა არის, ვიღაცა ორ შორის დუელი, რომელიც თბილისთან ახლოს შედგა. ჩემს სამართლოდ ვერ ხვდები ვის შორის იყო დუელი, რომელი იყო ყველაზე ცნობილი დუელი, რომელიც თბილისთან დუელზე პუშკინი მახსენდება მარტო, რომელიც არ თბილისთან ახლოს არ მომხდარა ეგ. ხო. დანტესის და პუშკინის ყოველი დუელი. და პუშკინი და დანტესი კარგად მახსოვს და აქ რა დუელი შეიძლება ყოფილიყო, მაგას ვერ ვიხსენებ. აი ეს ხო როგორც ვთქვი, მე რაღაცნაირად ჩაჯდეს ერთად და ხო, მე მოვიდეს და მე მიხვდები მიხვდები რომ აი ნახე რა კარგად დაждდა აქ. ამიტომ ამიტომაც მეც თავს შევიკავებ. შეიკავებ. ხო, ნუ კი არის უპირატესობა იქით, მაგრამ ვაი მე სიმღერა მთავრდება. ანუ მეც მორჩი ლაპარაკს ესა. ესე იგი, რადგან არც ერთ მარგარიტეთ, მოდით მესამე მინიშნება, მესამე სამხილი მოვისმინოთ. შენი ჯერია. აუ არ გავარტლა. აშკარად ხო. შენ თუ მივხვდი. მიხდა. ნუ იცი რა თბილისზეა ხო სიმღერა და ეს ის ჩვენი მოხობი მიმინო რა არ ქვია ვიცი. ხო ალბათ ეგ არის ნუ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი. თბილისის თბილისის შექმნის ხო რაღაც მოვლენა ვახტანგ გორგასალი თბილისის შექმნა. ხო ხოხბის მოხარშვა მოვლენა არის ხოხბის მოხარშვა. საბოლოოა. დაფიქსე. ხო იყოს ეჭი. მე მგონი უკვე უნდა გავრისკო, იმიტომ რომ თუ ეგ არის სწორი პასუხი, ნიკო, ეგი ფიქრა აშკარა. თქვა, ხო. ანუ ეგ ხო, ეგ არის ეგ. ნუ ეს არ არის დუელის ხელთათმანი, არამედ არის ჩიტის ხელთათმანი. კი, ანაც მიხდა მაგას. და კი, სიმღერად ბოლოს მოვჭერით ის ტრეკონი, სადაც არის როგორ დაგერქვა თბილისი და მე გაღარ ვთქვით, მაგრამ ნუ აშკარა იყო იმდანაც ცნობილი სიმღერა არის, მზიური მღერის მე მგონი თვითონ. ხო. კი და ეს ბაზიერის ხელთათმანია. ბაზიერის ხო. კი, ბაზიერის ჩიტის ხელთათმანი. და რო თქვა, ანუ ვიცი შევამდენი რა ჩიტი ჩიორა ვიცი მე მე. ჩიტი ხელთათმანი. ესე ვქენი. და ეს არის თბილისის დაარსება. ეს სხვათა შორის გახლავთ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი თბილისის რუკა. აი იმ დროს ესეთი თბილისის გეგმა ერთგვარი სქემა როგორც გინდათ დაარქვით რაღაცა ერთ-ერთი ნაწყვეტია ამ სქემიდან. და კარგი გასვლა იყო რომ რაღაც დააკვირდით გზებს და რაღაცებს და მიხვდით რომ თბილისის შემოგარენში ხდებოდა მოქმედება. ორქულიანი იყო ეს პასუხი და 7-5 ხდება ანგარიში შედეგად. არ ვარ წინააღმდეგი. ანა გადის წინ, ბოლო უკვე ძალიან აშკარა მინიშნება მქონდა, არის ძალიან კარგი თანამედროვე ავსტრიელი ავტორი რობერტ მენასე, რომელსაც აქვს ესეთი წიგნი დედაქალაქი. პირდაპირ ესე და ნუ თბილისზე იყო ეს მინიშნება. როგორ დაერქვა თბილისი, ამას გავიგებ სულსათა ხანში ვიდეო რგოლიდან. მოვლენა თბილისის დაარსება. თარიღი მე-5 საუკუნე. დამაარსებელი ლეგენდის მიხედვით ვახტანგ გორგასალი. ეტიმოლოგია ამავე ლეგენდას თუ დავუჯერებთ, თბილი ადგილი. ნიშნულობა სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ თბილისი მანამდეც არსებობდა, თუმცა ვახტანგ გორგასალი თბილისის სატახტო ქალაქად ქცევას განიზრახავს. ქალაქი ამ სტატუსს ოფიციალურად დათში პირველის მმართველობისას იღებს. მე-6 საუკუნიდან თბილისი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი ხდება. მეგობრებო, ვერდიქტის რაუნდს მივადექეთ, 7-5-ია ორი ქულით არის წინ ანა, მაგრამ 6 ვერდიქტი უნდა წაგიკითხოთ და როგორც იცით, ვისი რიცხვიც უფრო ახლოს იქნება სწორ პასუხთან, ის მიიღებს 1 ქულს. 1000. ჯერ კითხვამდე და. რამდენი მცნებაა ბიბლიაში?
კაი. პრეამბულის გამოკლებით რამდენი მუხლისგან, როგორც ძირითადი ისე საიდუმლო მუხლებისგან შედგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი. პრეამბულა შესავალი იყო, მერე რამდენი მუხლი იყო ძირითადი და საიდუმლო მუხლები, ერთიანობაში რამდენი მუხლი იყო გეორგიევსკის ტრაქტატში. აბა 25 20. 13 ძირითადი მუხლი იყო და 4 საიდუმლო. ამიტომ 20 უფრო ახლოს არის 17-თან და 8 ხდება ანგარიში. შემდეგი ვერდიქტი. რამდენი სამთავრობო რეზიდენცია არსებობდა ძველი იბერიის სამეფოში? ისტორიულად. ერთდროულად თუ სხვადასხვა დროს? ისტორიულად. იბერიის სამეფოში რამდენი სამთავრობო რეზიდენცია არსებობდა? სულ რამდენი? 3. 7. ძველი იბერიის სამეფოში საქმე ისაა, რომ არსებობდა 7 სამთავრობო რეზიდენცია. რატო შემოხვედრეთ პირუტყიანო ძველი იბერიის მკვლევარი რა ვიცი და არაფერი არ გაუცხო. აუ იმაში რო ხა Men in Black-ში როა გახსოვს იმას რო ესვრის მაინდა-მაინც. ღამით რა უნდა გარეთო? 7. კაი, 9-5 უკვე ფაქტობრივად კატასტროფა რუსები უკვე კოჯორთან არიან, არ ვიცი რა ვთქვა. 40 კილომეტრი. ტანკები. კაი. რამდენი მებრძოლი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში 1195 წელს ქართველთა არმიიდან? ვისი მონაცემებით, აბა? რაც გვაქვს, ერთი გვაქვს უექ. მანტო ცანკა აზვიადებდნენ ხოლმე ისტორიკოსები. ჩვენ არმიაში მოკლედ რამდენი მებრძოლი იყო? არ ვიცი მეც. 10000, 30000. მინდა გითხრათ, რომ ამ მონაცემებით ჩვენს არმიაში იყო 60000 მებრძოლი. აიმე. 60000 მებრძოლი და ანუ არ გაპატიებ, იმიტომ რომ ეს იბადება მაძიებლის ახალი სუპერვარსკლავი. უბრალოდ გამარჯვებაც არის და არის დიდი განადგურებაც. მაგრამ აი მეოთხე ისე მირჩენია შენგანა ბოლოთა რომ ჯეჯდეს აქ ამ იმას რა აიტანდა იმას. კადარო. აი, ნახოთ. რამდენი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში რეკორდსმენ გიორგი ცინცაძეს? ახლა ხანს უსმინე ფუ პოდკასტში, მოიწყოდე? რაღაც რეკორდულად ბევრი. არ მახსოვს, ოღონდ აი საერთოდ თუ მე მგონი რაღაცა აი დასწამ ბევრი რეკორდს. 33 და 1000. ჯამში არა, ნაკრებში? ნაკრებში. ოღონდ ნაკრებში. რამდენი? ნაკრებში. კარიერაში და საკლუბო ისა ბევრი. ხო, 217-ია პასუხი და ნუ 33 უფრო ახლოს არის ამ შემთხვევაში 217-თან. აი რაღაც აბსურდულად მაღალი ციფრი დაწერა 33-ზე ვარაგებული, ეგ მოსმენილი მქონდა ერთი კვირის წინ. რაც არ ქონდა მოსმენილი ზუსტად გავარდყი და რაც არის. ბოლო 16 ანუ აი ესე არის, ვინ მოიგებს? ბოლო წუთამდე დაძაბულობა. ყველაფერი დავდე. ანუ ყველაფერი დავდე უკვე რაც იყო, მაგრამ ნუ არ ქონდა ბევრი დასადები და აღარ არის შანსი 6 შეკეთება. შანსი აღარ არის. აბა მოისმინეთ. მე გავთქვათ, ანუ ძალიან ყველას თამაშია, ნებისმიერი კუთხით შეიძლება წავიდეს იგი. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში მთელი საქართველოს მასშტაბით? უნდა დაასახელოთ ამ შემთხვევაში პროცენტი. ნუ მთელი საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრობს ქალაქში? საქალაქო დასახლებაში. ალბათ ამდენი. მე უფრო მეტი მიწერია 60. 60 და 40. 61.5. ბრავო! იგი რაღაცა. საჭირო არ იყო აღწერის ჩატარება. პირდაპირ და ბოლო ვერდიქტი ბარემ წაკითხავთ. რამდენი გამოქვაბული მონასტერია დავით გარეჯის კომპლექსში? რამდენი გამოქვაბული თუ რამდენი გამოქვაბული მონასტერი? რა არის გამოქვაბული მონასტერი? აი მონასტერი რომელიც გამოქვაბულში. ხო. დავით გარეჯის კომპლექსი. ანუ ვერ ხვდები რომ 3 დავწერო თუ 12. დავწერ. ხო, აი მე 10 აქ რა ვქნათ? ორივეს ჩავთვალოთ, ხოლა? არ მინდა ნიკოს ჩავთვალოთ. 16-ია სინამდვილეში. ძალიან ახლოს ვიყავით. 16-ია სწორი პასუხი. საბოლოო ანგარიში რა გამოვიდა? ანუ არ მიჩერა რომ ნიკონ ერგაძეს მოვუგე. მირჩივნ არის შენთან წამებო. ანგარიში დანა კოშაძე გადადის ნახევარფინალში და
გილოცავ. მადლობა. შევხვდებით ნახევარფინალს ნიკო. მადლობა, მაგრამ მე შენ გულშემატკივრობ და მინდა რომ არ ვიცი ვინ შეგხვდება, მაგრამ იმედია მეგობარია და ისე, მინდა რომ ათრიოს სახით ასფალტზე. აი, რავი, ხო, ძალიან საინტერესოა. ძალიან სისხლიანი ხარ გამოვედი, ანუ სიყვარულით თქვი და მე არ ვთქვი, მაგრამ ათრიოს სახით ასფალტზე ბაზარი არ არის, არ ვიცი ვინ არის. ხო. იცი რა, ორი ძლიერი მოთამაშე შეხვდით ორ ძლიერი მოთამაშე დავეტაკეთ და გაუმართლა უფრო, ანუ ძალიან თანაბარი თამაში იყო. არა, მართლა სამაბარი თამაში იყო. უბრალოდ ანუ იღბალი იყო და ნუ რაღაცა ეს. მაია ჯაბუას ხმამ გადაარჩინა. ხო. ანუ კლაშაძე. და უპირატესობამ. კი. მაგ. ცოდნა და იღბალმა, ანუ ეგ რო არა. რო არა ცოდნა, რო არა იღბალი, რო არა უპირატესობა, მე მოვიგებდი, მაგრამ ნუ ეს ელემენტარული რაღაცეები იყო. ვიცი რა, რატომ დამარცხდი შენ რომ მიგებო PSP საჩუქარი? მადლობა. გადმოგეცემა ეს საჩუქარი და აქვე აღნიშნა ბარემ რომ PSP არის ჩვენი მხარდამჭერი, მაძიებლის მეორე სეზონის მხარდამჭერი, ასევე ჩვენი მხარდამჭერია Biblusi და ჩვენი პარტნიორი ამ სეზონში, კიდევ Click Production-ი, რომელიც აწარმოებს მაძიებლის გადაღებას და ასევე Heima Production-ი, რომელმაც შეფუთა მუსიკალურად ჩვენი მეორე სეზონი. ამიტომ ყველას მადლობას გადავხდი, მადლობა ნიკოს და მადლობა ანას, მადლობა მადლობა. ძალიან კაი თამაში იყო, ძალიან გავერთ. მე იმედი მაქვს რომ გაერთეთ, თავარი ეს არის, ხო? არა, ჩემთვის გართობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიკო ერგაც ორებისეული ჰაილაიტი. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ თქვენც გაერთეთ, მოიწონეთ და კომენტარებიც დაგვიტოვეთ. შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ეპიზოდში.